შესვენება გამოცხადა სავარაუდოდ ნიკა მელიამ ბოთლიდან წყალი შეასხა მოსამართლეს და ამის შემდეგ დაიწყო არეულობა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მელია გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან და იყო აქ იყო შემდეგ უკვე არეულობა და ხედავთ თქვენ ამ არეულობას. მოსამართლე გავიდა გარეთ. გამოიყვანეს სიტყვა ამბობს მანდატურის სამსახურის უფროსი და უნდა ვალოდოთ, რომ დაგვატოვებინებენ დარბაზს. Adida dagizახებ მერე. დარბაზში არაფერი არ ყოფილა. რამდენიმე წუთის წინ თქვენ მოისმინეთ ჩემი ასე ვთქვათ განმარტება ნიკა მელიას დაატოვებინების სხდომათა დარბაზი მას შემდეგ რაც მოსამართლეს შეასხა წყალი და ხედავთ თქვენ პოლიციის რაოდენობას. რამდენი პოლიციელი არის გარეთ მობილიზებული. სხდომა შეწყდა ზუსტად აი ამ ინციდენტის შემდეგ, მას შემდეგ რაც ნიკა მელიამ შეასხა წყალი მოსამართლეს და გაიყვანეს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზიდან. მოულოდნელად აირია სიტუაცია სხდომათა დარბაზში. ნომერ 12 სხდომათა დარბაზში განიხილება საქმე, სადაც უნდა გადაიხედოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, ანუ გირაო პატიმრობით. ადვოკატების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ნიკა მელიას კიდევ ქონდა დაახლოებით 3-4 საათი დარჩენილი იმისთვის, რომ მას გადაეხადა გირაო და არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა მოსამართლისა და კანონის მიერ მისთვის მიცემული შესაძლებლობა, ხოლო პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ საჯარო გაცხადებული პოზიცია იყო ნიკა მელიასი, რომ ის არ აპირებდა გადახდას და შესაბამისად სასამართლოს მოუწოდებდა გადაწყვეტილებისკენ შეეცვალა გირაო პატიმრობით. აი ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი არის და მივახლოვდები მას. გარდა იმისა, რაც ფაქტობრივად არის დადასტურებული და აი ესეთ შემთხვევებში მოსამართლე არის ის პირი, ვინც უნდა გამოიტანოს უარი უნდა უთხრას პროკურატურას აღკვეთის შეცვლაზე. თუმცა აი ესეთი უკანონო დავალებები იმიტომ ხდება, რომ წინასწარ იციან, რომ მოსამართლე ამაზე თვალს ახუჭავს. აი მივედით აი ესეთ სიტუაციას. რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში ვართ, ბატონო გიორგი. რო გითხრათ, აი მთავარი არგუმენტი თქვენი რა არის, რის გამოც ფიქრობთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს? პროკურორის დაყენებული შუამდგომლობა კანონის საფუძველზე არის ფაქტობრივად ფორმალური უსაფუძვლო. ერთადერთი უნდა დაედასტურებინა პროკურატურას, რომ ვადაში პირმა არ გადაიხადა და პირს ეს ვადა შეეზღუდა. აქ არ არის საუბარი, მას სურვილი ქონდა თუ არ ქონდა. ნებისმიერ პირს შეუძლია მაგალითად ბოლო ერთ დღეში შეიცვალოს საზზე და გადაიხადოს. იგი დააკავეს უკანონოდ და არ მიეცა შესაძლებლობა 50,000 ლარის გადახდის. ეს არის საკანონმდებლო თვალსაზრისით განმარტება. მოსამართლე იყო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, ძალიან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს ნიკა მელიას წინასწარ განზრახვის უკანონო დაპატიმრებას. აი მე დავინახე, რომ სავარაუდოდ ნიკა მელიამ შეასხა წყალი მოსამართლეს. აი თქვენი აზრით, აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მოდით ვესაუბრები, მეც ვესაუბრები პირდაპირ ეთერში ვარ, ვესაუბრები პირდაპირ ეთერში ვარ. მოხდა ის, რომ გუშინ ვინც დაგეგმა ეს ნიკასთან მიმართებით უკანონო ოპერაცია ვერ გათვალა, რომ გირაოს ვადის გასვლამდე იყო დარჩენილი რამოდენიმე საათი და ნიკას დაკავებით და გატაცებით მას სამართლებრივ ენაზე მოესწრო საშუალება სრულის არსებობის შემთხვევაში გირაოს გადახდის. ეს საკითხი დღეს გასცა სასამართლოზე, სასამართლო ჩავარდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, ვინაიდან პროკურორის შუამდგომლობა არის უსაფუძვლო. პროკურორი უნდა დაადასტუროს, რომ ნიკას ჰქონდა სრული შესაძლებლობა გირაოს გადახდის და მან არ გადაიხადა. რეალურად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, ნიკა გაიტაცეს გირაოს ვადის გადახდამდე რამოდენიმე საათი ადრე. მიაყენეს შეურაცხყოფა და დღემდე იყოფება დაკავების იზოლატორში. შესაბამისად, ფორმალური საფუძველიც კი
ახლობის ღონისძიების შეცვლის არ არის საწყისი. აი წყლის შეცმას ბატონო გიორგი ერთ კითხვასაც დაგესვა. და როგორც თქვენ უყურებდით, რაც მოხდა, ну გამოვიდა წყობილებიდან და მიიღო ეს ეს არის მისი ასე ვთქვათ მის მიერ გაკეთებული ჟესტი და მასთან თქვენი აზრით დაიწყება რაიმე წარმოება ამ ფაქტთან დაკავშირებით? ვერ გეტყვით მოსასამართლო დიდი მადლობა გიორგი კონდრატიშვილს მიწამელიას თქვენ ხედავთ ზოგი სამართალდამცავი არის ჩვეულებრივი მაისურობით, რომლის გარჩევა ზრდითი მოქალაქისგან შეუძლებელია წესი და ნაწილი მოქალაქეების არიან მოქალაქეების არა და პოლიციელების უკვე სპეციალური ფორმებით, თუმცა მეტნაკლებად პოლიციელების ამოცნობაც შესაძლებელია, ვისაც ასე ვთქვათ, გავარჯიშებული გვაქვს თვალი, ვცნობთ ხოლმე პოლიციელებს, აი არიან აქეთ ერთი მხრივ ფორმიანი პოლიციელები, ხოლო მეორე მხრივ უკვე უფორმოდ სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილები, რომლებსაც დაკავებული აქვს არა მხოლოდ სასამართლოს შიდა ტერიტორია, არამედ გარე ტერიტორიაც. ნიკა გვარამია, ნიკა რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში ვარ. რა გადაწყვეტილებას ელით მით უფრო იმ ჟესტის შემდეგ? ის ჟესტის გარეშეც და ყველანაირადაც მოკეთ ნიკა გვარამია არის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა მელიასი, ნიკა გვარამიასაც და ნიკა მელიასაც ორივეს წინააღმდეგ აღძრული არის სიცხლის სამართლის საქმე. თეატროლოგიანის მიერ შექმნილი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო და ჩვენ ველოდებით მეუბნება რომ სხდომათა დარბაზში შეგვიშვებენ ისევ დღეს უკანონო პატიმრობას უსჯია. მოგახსა. გიორგი 29 აპრილს შეუფარდეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო 50000 ლარიანი თანხა, ხოლო გუშინ 12 საათზე იწურებოდა ეს ვადა 50000 ლარის გადახდისა, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია დააკავა პოლიცია. როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ის იყო სპეცოპერაცია, გატაცება, ზუსტად ეს სიტყვები ახსენა სასამართლოს სხდომაზე და ნიკა მელია კი მოსამართლეს თხოვდა, დაინტერესებული იყო ამ ფაქტით და გამოეკითხა ის როგორ მოხდა მისი გატაცება, სწორედ ამ სიტყვას იყენებდა ნიკა მელია საკუთარ სიტყვებში. თუმცა მოსამართლეს ძირითადი აქცენტი ჰქონდა საკუთარ კითხვებს შორის იმაზე, აპირებდა თუ არა გადახდას მას, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა ის პერიოდი დრო, როცა ის უკვე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო, ხოლო ადვოკატები ამბობდნენ, რომ ამ საკითხს არ უპასუხებდნენ და მისი სურვილი ან გადახდა არ გადახდის შესახებ გაცხადებული პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამ პასუხით გირაოს პატიმრობით შეცვლის გადაწყვეტილების მიღების დროს. აი ნიკა მელიას მიუბრუნდები, ნიკა გვარამიას მიუბრუნდები, რომელიც კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. და ვითომ წავიდა იმაზე რა ქვია ტრენინგზე, რომელიც არ არსებობს, ერთ ასაბუზები რომ ტრენინგზე იყო. მოიტანის თავისი ხელმოწერილი თუ რამის თავისი ჩვენის ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელიც ისევე წარმოადგენს ხარეს როგორც სავადასხადო პროკურორი. ამიტომ რეალურად ეხა მოსამართლეობენ უბრალოდ სუბიექტური და განწყობები მითხარით, თქვენ გაგიგიათ რომ როცა ობიექტური მოცემულობითი წინაპირობა შეუძლებლობის გირაოს გადახდის ადამიანს ეკითხება და შენ რა განწყობაზე იყავი აპირებდი თუ არა. რა მკითხაობაა ეს კითხავთან რომ მოსამართლესთან. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას უსმენდი პირდაპირ ეთერში პოლიციასთვის ეს არის თუ არა მათ შორის სასამართლოში ადამიანს რომელსაც წინაღამით გაიტაცებენ პირდაპირ მნიშვნელობით 100-მდე პოლიციის მეშვეობით და უკანონო თავისუფლება აღკვეთილიყავ მთელი ღამე ძალიან მიგვის როგორ იკავებს, მარტო ნიკა კი არის, საერთოდ ყველა როგორ იკავებს თავს. ეს მისი სპონტანური გადაწყვეტილება იყო. არა, წინასწარ დავარეკეთ, როგორ ფიქრობ? მე არ ვფიქრობ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში გავედით მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზის დატოვება დაიწყეს დამსწრეებმა. მანდატური სამსახურის თანამშრომლები დააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მოულოდნელად შეასხა წყალი მოსამართლეს, რომელსაც ესაუბრებოდა და რამდენიმე წუთში კი დაატოვებინეს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზი, მოსამართლე კი გავიდა სხდომათა დარბაზიდან. გამოვიდნენ ადვოკატები გარეთ და გამოვიდით ჟურნალისტებიც. სწორედ ამ დროიდან ბოლო დაახლოებით 10-15 წუთია ეს მდგომარეობაა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღესაც ისე როგორც ზურა ჯაფარიძის პროცესზე და ასევე
სხვა პროცესზე, ბოლო რამდენიმე პროცესზე ჟურნალისტებს გამკაცრებული რეჟიმით უშვებენ სასამართლოს შენობაში, არ უშვებენ ოპერატორებს, გამონაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო სხვა ჟურნალისტებს ათეთებინებენ რომელი პროცესის გადაღებას სურთ. სპეციალური ჟურნალიც არის შექმნილი ბოლო რამდენიმე დღეა, როგორც მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, სადაც აღნიშნავენ და აღრიცხავენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ სასამართლო პროცესებს. მსგავს საქმეზე, რომელიც აღიძრა ქართული ოცნების მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დაკავებულია უკვე 2 ადამიანი, 2 პოლიტიკოსი, ბატონი ირაკლი და ასევე დაკავებული არის ზურა ჯაფარიძე. მოკლედ ეს არის რისი თქმაც შემეძლო, დარჩით რადიო თავისუფლებაზე, თვალი ადევნეთ ჩვენს პირდაპირ ეთერებს და ასევე ახალ ამბებს ჩვენ დავბრუნდებით, თუ ამის საჭიროება იქნება. პირდაპირ ეთერშიც მუშაობდი ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი.